მორიგ მონაცემებს აქვეყნებს საქსტატიც, უწყების ინფორმაციით გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინა წელთან შედარებით 10%-ზე მეტით მოიმატა. გაზრდილია ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებიც. ნინ ჩუბინიძის სიუჟეტი. საქართველოს მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო მეც ყიდის და ყიდულობს. შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა ორნიშნა მაჩვენებლით 10.1%-ით გაიზარდა და 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 11.2%-ითაა გაზრდილი ექსპორტიც, რომლის მოცულობა მათ 7 მილიარდზე მეტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აღმოჩნდა გასული წელი. მზარდია ექსპორტის ნაკადები მეზობელ ქვეყნებთან, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ათეულში გვხვდება ჩინეთი და ბულგარეთი, სადაც ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წლიურ ჭრილში. რეკორდულად 12.5%-ით გაიზარდა ადგილობრივი ნაწარმის გაყიდვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რამაც 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ქართული ბიზნესის მთავარ მხარდამჭერ სააგენტო აწარმოის საქართველოში ამბობენ, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას ტექნიკური და ფინანსური დახმარებით, ტრენინგებითა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით უჭერენ მხარს. წელს კი ექსპორტის ხელშესაწყობად დამატებით რამდენიმე ინსტრუმენტი ამოქმედდება. წელს დავნერგავთ ექსპორტიურად ტრანსფორმაციის პროგრამას, ასევე გვექნება ანალიტიკური დოკუმენტი მარკეტ ინტელიგენსის კუთხით, რაც დაეხმარება კომპანიებს ინფორმირებული, უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და ასევე ელექტრონული კომერციის კუთხით სააგენტოს ექნება განსაკუთრებული გაძლიერებული ძალისხმევა. ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტზე მსუბუქი ავტომობილები, ძვირფასი ლითონების მადნები და სპირტიანი სასმელები გავიდა. ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ქართული წარმოება მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანია. საქართველო აგრძელებს ზრდას, როგორც ეკონომიკის, ექსპორტის, ისე ინვესტიციების და 2026 წელს ჩვენ ველოდებით, როგორც ექსპორტის ზრდას, ისე ინვესტიციების მატებას. ჩვენ გვაქვს მექანიზმები, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ეხმარება თავიანთი პროდუქციის საქართველოში წარმოების განვითარებაში და ამ მიმართულებით შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მწარმოებლებს, რომ გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. 2025 წლის შედეგები მიუთითებს, რომ საგარეო ვაჭრობის ზრდა სტაბილურ ტრენდად ყალიბდება. ექსპორტის მხარდაჭერის ახალი ინსტრუმენტები კი ქართული ბიზნესის საერთაშორისო ინტეგრაციას კიდევ უფრო აძლიერებს.